დავამთავრეთ. ძალიან მიხარია რომ სკოლა დავამთავრე, მაგრამ ასევე ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ვეღარ ვივლი სკოლაში და მასწავლებელთან ერთად ვეღარ მექნება ისეთ მოგონებები, როგორც შევქმნი. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, რაც თავი მახსოვს, არ ვიცი, მოგონებები მაქვს მასწავლებელთან და ბავშვებთან ერთად და თან გული მწყდება, მაგრამ თან მიხარია რომ ახალ ეტაპზე გადავდივარ. საკმაოდ ემოციურია თქო უნდა ეს მომენტი, ახალ ეტაპზე გადავდივარ და მინდა რომ მივულოცო ყველა მე-18-ს, მინდა რომ წარმატებები ვსურვო ყველას. და ასთავარია საკუთარ თავში ჯეროდეთ, თავარიეგა და აი ჩასგონი კიდევაც საპროფესიალს მაქვს. მადლობა სუხთი ჩემ მასწავლებლებს, რომ შემაყვარეს საგანი ბიოლოგია, რატომაც მინდოდა რომ გამხდარიყავი ექიმი. წინა კლასებში სულ მეჩვენებოდა რომ ეს მე-12 კლასელები ვინც ამთავრებენ სკოლებს ძალიან დიდები იყვნენ და რაღაცა ვაიმე ამ ხელები არიან და ამ ხელებს ვერ ვგრძნობ მე თავს, თითქოს მაინც პატარა ვარ და რაღაც თან არარეალურია, მაგრამ თან რეალურია და რა ვიცი, ძალიან სასიამოვნოა. მე ძალიან გახარებული ვარ სკოლა დავამთავრე, მართალია მომინატრება სკოლა. მაგრამ ნუ ახალი ეტაპი არის ცხოვრების და ინტერესით უყურებ ყველაფერს. პროფესიით ბიზნეს ადმინისტრაციაზე მინდა ჩაბარება. იმედია მოვეწყობი და რავი, ყველას გისურვებთ რომ სადაც გსურთ იქ ჩააბაროთ რა. ძალიან მიხარია სკოლის დამთავრება, როგორც ძალიან ბევრ ჩვენგანს. და ყველას უსურვებ წარმატებას, ვინც დღეს სკოლა დაამთავრა, სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მე ვაბარებ იურიდიულზე. ეს განვლილი 12 წელი ჩემთვის არის ბავშვობის თავარი ნაწილი. ეხლა უკვე სხვა ეტაპზე გადავდივართ, უკვე უნივერსიტეტში ვაბარებ, უკვე დიდები ვართ, მეღვინეობაზე ვაბარებ. ნუ ღვინოსთან მაქვს შეხება, მამა ჩემი, პაპა ჩემი და ნუ ჩვენი ოჯახში ეს ღვინოს ტრადიცია გვაქვს და მაგიტომ ავირჩიე მეღვინეობა. 12 წელი რო გავა და ეხლა ამ მომენტში რო ხარ, რაღაც აი ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემისაც. მოგვენატრება აქაურობა მეგობრებიც. დიდი ცვლილება მამ, საჭმელი ცვლილება რომ შენ ეტაპზე გადავიდეთ. მაბრუნებს ჩემს ბავშვობაში და ის ემოცია მიბრუნდება მე რო სკოლა დავამთავრე, რამ ხელსიყარული იყო და როცა შენი შვილები ამთავრებენ, ეს კიდე გიახტება. ამთავრეს ჩემი შვილიშვილი, არის ოქროს მედალოსანი და ძალიან მიხარია, ემოციას ვერ მავა. ძალიან დიდი სხვაობა არის. ჩემი დრო უფრო სულ სხვანაირი იყო, მიუღწეველი, რასაც და დღეს მე მგონია ყველანაირი პირობა არის, რომ თავისუფლება და ლაღია ბავშვობა. თან ძალიან სევდიანია და თან ცოტა სასიხარულოა რომ ვამთავრებ ამ ეტაპს დავიწყებ ცხოვრების ახალ ეტაპს. სკოლაში ალბათ ყველაზე კარგი მოგონებები დამიგროვდა მთელი 12 წლის განმავლობაში. ავირჩიე პროგრამირება და პროგრამირება მომწონს და მიყვარს ძალიან დიდი ხანია ბავშვობიდან და იმედი მაქვს რომ წარმატებული ვიქნები ამ ჩემს პროფესიაში. დიდი ემოცია ალბათ რომ პირველ კლასში შვილიშვილს მოაცილებ სკოლაში, რაღაც სხვა რაღაც განწყობები გაქვს, რაღაც გიხარია, ყველაფერი ეს ხდება შენს თვალწინ, გადის წლები, ბავშვები იზრდებიან და უცბად უკვე მოდის ის რომ მე 12 კლასშია ბავშვი და ისევ მოვდივარ აქ და ისევ მასთან ერთად ვარ.